მოგესალმებით. მოკლედ ვაგრძელებ ჩვენ ლექციებს. დღეს ვისაუბრებთ ისევე ფილტვზე, ფილტვის პათოლოგიებზე და კონკრეტულად ასთმაზე. და ასევე კლინიკური შემთხვევებით ისევ დავბრუნდებით და ფილტვის ობსტრუქციულ დაავადებასაც განვიხილავთ. დღეს განსაკუთრებული დღე იქნება, რადგანაც ეს რადიოლოგიური ლექციებია. ყველაზე ცოტას ვისაუბრებთ რა რადიოლოგიაზე, იმიტომ რომ ასთმა არ არის რაღაცა ასთმის მართვა არ ხდება არც კომპიუტერული ტომოგრაფიით და არც რენტგენით, ესენი უფრო დამხმარე საშუალებებია. თუმცა ბევრი პაციენტი შეიძლება მოხვდეს ჩვენთან ჰაერის უკმარისობით და რეალურად პაციენტს კონდეს თქვათ ასთმა და ეძებდნენ სხვა მიზეზებს. და ასევე ასთმის გამწვავების შემთხვევაში ძალიან აქტიურად გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია და ასევე საყურადღებოა ისეთი გამწვავებები, როგორც არის სოკოვანი ინფექციები და კერძოდ ასპერგილოზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მკურნალობის ტაქტიკა აბსოლუტურად განსხვავებული აქვს სტანდარტულ ასთმის გამწვავებას და გამწვავებას სოკოვანი ინფექციით, ანუ კონკრეტულად ალერგიული ასპერგილოზით, რომელსაც ასევე შევეხებით. თავისთავად რა შეგვიძლია ვთქვათ ასთმასთან დაკავშირებით, ხო? ასთმა არის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა, რომელიც ძირითადად აზიანებს წვრილი კალიბრის ჰაერგამტარ გზებს. ამ საკმაოდ ხშირი დაავადება არის, მისი პრევალენტობა არის დაახლოებით 8-9% მოზრდილი მოსახლეობის, საკმაოდ მაღალი პროცენტია დამეთანხმებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს სიმპტომები მუდმივად აქვთ, რა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სიტუაციაში ვლინდებათ ეს სიმპტომები. ძირითადად არის ქოშინი, ხველა და მსტვენავი სუნთქვა. ეს არის მთავარი სიმპტომები და არაპროდუქტიული ხველა, იშვიათად შეიძლება გქონდეს უფრო გამჭვირვალე ნახველი, ხო, ვიდრე სიოფიტისგან გამწვავებით, ხო, თუ არ არის გართულებული ამ ბაქტერიული სუპერინფექცია არ აქვს, უფრო არის თუ აქვს ნახველი, უფრო გამჭვირვალე ფერის ნახველია. სიმძიმის კლასიფიკაციაზე ელენეს თქვა ცოტა დავასწრებ, მე უფრო დეტალურად ისაუბრებს, უბრალოდ მე რა ინფორმაციაც მაქვს და აქედან გამომდინარე გეტყვით, სიმძიმის კლასიფიკაცია ასევე ხდება სპირომეტრიით ძირითადად და არის მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე და ძალიან მძიმე. და 4-ვე შემთხვევაში არის forced expiratory volume შეპარდებული forced vital capacity 70%-ზე ნაკლები და ეს სიმძიმის ხარისხის ძირითადად შექცევადობის ხარისხზე არის დამოკიდებული რა. და კიდე ერთხელ მინდა ვახსენო ეს Z-სკორი, ხო? და კიდე ერთხელ მინდა ავხსნა რას ნიშნავს Z-სკორი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში აცი ჩვენ სულ შეგვხვდება დასკვნები Z-სკორთან დაკავშირებით. Z-სკორი ძირითადად არის სტანდარტული დევიაცია, ეს არის სტატისტიკური ციფრი. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ არანორმალური Z-სკორი არის -1.74, ეს რას ნიშნავს? რომ ადამიანებში ანუ ისე კონკრეტულ ადამიანზე ხო ვაკეთებთ გამოკვლევას. აი მსგავსი ასაკის, მსგავსი სქესის, მსგავსი რასის და წონის ადამიანებს საშუალოდ როგორი აქვთ სპირომეტრიული მონაცემები და აი იმ საშუალოს კონკრეტულ უკვე ჯგუფში ამ საშუალოს სტანდარტულ დევიაციას ვითვლით. თუ -1.74 სტანდარტულ დევიაციაზე მეტად არის გადახრა ნორმისგან, ხო? მაშინ და Z-სკორი არის -1.74, ესე იგი უკვე ამ პაციენტს აქვს დარღვევა. დავუბრუნდეთ ისევ ახლა ცოტა ხანი რადიოლოგიას, რა არის ასთმის კატენიშნები. პირველი ასთმის კატენიშნები არის ის, რომ ასთმას არ აქვს ესეთი სენსიტიური ნიშნები და არც სპეციფიური. შეიძლება აბსოლუტურად ნორმა იყოს პაციენტი შემოიყვანონ რაღაც მიზეზს ეძებდნენ ჰაერის უკმარისობის, გავაკეთოთ კომპიუტერული ტომოგრაფია და იყოს აბსოლუტურად ნორმაში. ძალიან ხშირად ეგრეც იქნება.
მაგრამ მაინც აქვს თავისი ნიშნები. ნუ პირველი ეს არის ბრონქების გასკელება. განსაკუთრებით წვრილი კალიბრის ბრონქების გასკელება. მეორე ნიშანი საკმაოდ უფრო სპეციფიური ეს არის ჰაერის ჩაჭედვის უბნები. ანუ განსაკუთრებით ეს ჩანს ამოსუნთქვით ფაზაში. თუ ჩვენ გავაკეთებთ კატეს ამოსუნთქვით ფაზაში, აღმოჩნდება, რომ ყველა ალვეოლა ჰაერისგან ისე კარგად არ გამოთავისუფლდა, ანუ ფილტვი რაღაც სეგმენტებში არ დაიჩუტა, ამიტომ მოხდა air trapping, ანუ ჰაერის ჩაჭედვა. air trapping-ს დავარქვათ ქართულად ჰაერის ჩაჭედვა. ამას გვია ჰაერის ჩაჭედვის უბნები, რომელიც მოგწევს მოზაიკურ ფილტვის შენებას, ხო? ეს ძალიან დამახასიათებელი არის ობსტრუქციისთვის და განსაკუთრებით ასთმისთვის ჰაერის ჩაჭედვის უბნების ვიზუალიზაცია. მაგრამ თუ თქვათ ეს როგორც წესი ჩანს ამოსუნთქვით ფაზაში და ძალიან ხშირად თუ პაციენტი კარგად ვერ სუნთქავს ან უჭირს იმის გაგება როგორ უნდა ჩაისუნთქოს და ჩასუნთქვის მაგალითად ამოსუნთქვას აკეთებს და თან დაემთხვა რომ ასთმა აქვს შეიძლება სულ არ ვაკეთებდეთ ამოსუნთქვით ფაზას მაგრამ აღმოჩნდეს რომ შემთხვევით გადავიღეთ ამოსუნთქვის ფაზა და დავინახეთ აი ასეთი შედარებით უფრო დაბალი სიმკვრივის უბნები რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ ჰაერის ჩაჭედვის უბნები. და ზოგადად ასეთ ფილტვს ვეძახით მოზაიკურ ფილტვის შენებას. მოზაიკურ ფილტვზე კიდე ერთხელ შემდეგ რამ 2-3 სლაიდის მერე კიდე ერთხელ გავჩერდები და ვახსენებ კიდე სხვა დროს როდის შეიძლება გქონდეს მოზაიკური ფილტვი. და ასევე ძალიან საინტერესო ნიშანი არის ცენტრილობულარული ground glassing, ანუ ცენტრილობულარული დაბინდვა. ეს არის ესეც, ну, ეს არ არის სპეციფიური ნიშანი, მაგრამ ხშირად ახასიათებს ხოლმე. შეიძლება მარტო ცენტრილობულარული კი არა, გარკვეული სუბპლევრალური ground glass ძალიან მკრთალი დაგურული შუშის სურათიც კი ვნახოთ, ანუ ეს იმ ადგილებში იქნება, სადაც უფრო ანთებითი პროცესი მეტად არის გამოხატული. ხო, და კიდე ერთხელ მინდა შევეხო ალერგიულ ბრონქოპულმონარულ ასპერგილოზს რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ასმის შემთხვევაში ვთქვით, რომ კატეს რაღაც დიდი როლი არ აქვს დაავადების მართვაში. ძირითადად მაინც უფრო კლინიკური შეფასება, არტერიული გაზები და სპირომეტრია, მაგრამ არ უნდა გამოგვეპაროს ალერგიული ბრონქოპულმონარული ასპერგილოზი, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის ტაქტიკა აბსოლუტურად სხვა აქვს და ჭირდება ანტისოკოვანი მკურნალობა და როცა ეჭვი გაგვიჩნდება რადიოლოგიურ სურათებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დავწეროთ, რომ ამაზე ეჭვი არის და მოხდეს ნახველის დათესვა, რათა ინახოს ხო არ არის იქ სპორები. და ამასაც ანუ როდის უნდა მივიტანოთ თავარ ნიშანი რა არის ბრონქოპულმონარული ასპერგილოზი. ძირითადად როცა ნახავთ, რომ ასთმიან პაციენტს აქვს ბრონხიექტაზიები. თუ ვიცით, რომ პაციენტს ანამნეზში აქვს ასთმა და ნახეთ ბრონხიექტაზიები, ან მნიშვნელოვნად გასკელებული, თქვათ, მსხვილი კალიბრის ბრონქები, მაშინ ჩვენ უნდა აუცილებლად რეკომენდაციაში დავწეროთ, რომ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ნახველის ანალიზი და დაითესოს უნდა ნახველი და ინახოს ხო არ ხდება იქ სოკოვანი დაავადების, თქვათ, ან სოკოვანი სპორების გამრავლება, ხო? და რაც შეეხება სიმპტომებს, ძირითადად ასმის გამწვავება არ მიდის ცხელებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ცხელებით მიდის, სიმპტომს ასპერგილოზის დროს აქვს ასევე ზოგადი სისუსტე, წონაში კლება და ხო, ну ეს არის ძირითადად რაც ამ შემთხვევაში მინდოდა მეთქვა. ზოგადად კატეთი ბევრი სასაუბრო არ არის ასთმაზე, მაგრამ ძალიან საინტერესო არის მისი რაღაც დიაგნოსტიკა, მისი შედარება, თქვათ, სხვა ობსტრუქციულ დაავადებებთან, როგორც არის ქოდი. ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ ორი კლინიკური შემთხვევა. და ორივეს ერთად წარმოვადგენ პარალელურად და მოვახდინოთ ამათი ერთმანეთთან შედარება. ელენეც პირველად ისმენს ამ кейსებს, უბრალოდ მისი სპირომეტრიული მონაცემებიც გვაქვს ამ შემთხვევაში და ელენი განიხილავს და გვეტყვის რა როგორ დავიწყოთ პირველი შემთხვევით. 56 წლის ქალბატონი არის, არამწეველი,
ჩივილი აქვს სუნთქვის უკმარისობა. 3 დღის წინ დაიწყო ქოშინი ხველით, რომელიც ნელ-ნელა გაუარესდა. შემოსვლისას აქვს გამოხატული ქოშინი, მსტვენავი სუნთქვა და სტრიდორი. ასევე საყურადღებოა, რომ პაციენტი კომფორტულად გრძნობს თავს მოხრილი მდგომარეობაში, წინ წამოწეული და მჯდომიარი, ანუ სპეციალურად ეძებს ისეთ პოზას, სადაც უფრო კომფორტულად არის რა. და პერიოდულად აქვს თეთრი ნახველი. ხო, ბევრი განსაკუთრებით კლინიცისტი ახლა ვინც აქ ხართ, გამოცდილება გექნება და შეხება გექნება მსგავს პაციენტებთან, ხო? და ასევე მეორე кейსი 62 წლის მამაკაცი, მწეველი, ძირითადი ჩივილი აქვს ასევე სუნთქვის უკმარისობა, დაიწყო 6 დღის წინ, აქვს ხველა, ნახველის რაოდენობა მოიმატა, ხველა გაუარესდა, აქვს ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, ძილიანი, ასევე აღნიშნავს, რომ ვერ ახერხებს ფილტვების ბოლომდე დაცლას ამოსუნთქვის დროს. ბოლო პერიოდში ნახველმა ფერი იცვალა და გაყვითლდა, ხო? ამ ორი კლინიკური სურათიდან ახლა რაღაც ეს кейსები არ არის იმისათვის, რომ რაღაც რთული кейსია, გამოვიცოთ პირიქით აბსოლუტურად კლასიკური შემთხვევებია. პირველ შემთხვევაზე რა იქნება? ასთმა. და მეორე შემთხვევა კოდი, კი ბატონო, გავს პირველ შემთხვევა გავს ასთმის გამწვავებას და მეორე კოდის გამწვავებას, ხო? ახლა ფიზიკური გამოკვლევების დროს რა ვნახეთ, ხო? პირველ შემთხვევაში ცნობიერება იყო ზომიერი, წნევა ნორმაში, პულსი 76, აი სუნთქვის სიხშირე საკმაოდ მაღალი აქვს აქაც, 36, ხო? ტემპერატურა 37, სატურაცია მცირედით აქვს დაქვეითებული 91-92. მეორე შემთხვევაში ამ მამაკაცთან ცნობიერება იყო დაქვეითებული, წნევა აქვს მაღალი, პულსი არც თუ ისე მაღალი, 70, უჩვეულოდ დაბალია ამ შემთხვევაში, სუნთქვის სიხშირე 36, ტემპერატურა ამ შემთხვევაში აღენიშნება, აქვს 38 და სატურაცია 87-88. მივიღეთ ასეთი პაციენტი, ხო? გავუკეთებთ ალბათ ლაბორატორიულ ანალიზებს, ახლა დეტალებში ბევრ შემთხვევაში არ ჩავედი, როგორც წესი, ასმის შემთხვევაში ლეიკოციტი არ აღენიშნება, სიოფიტის გამწვავება როცა გვაქვს, არის შეიძლება ნორმაში იყოს, ამ სუბუქად მომატებული, ხო? სტანდარტულად ამ პაციენტებს კატი არ ჭირდებათ, მაგრამ ახლა რადგანაც როგორც წესი რენტგენი საკმარისია, მაგრამ ეს ისეთი кейსები ამოვიღე, სადაც ჩატარებული აქვს კომპიუტერული ტომოგრაფია და რადგანაც რადიოლოგიაზე ვსაუბრობთ, ამიტომ მინდა რომ ორივე შემთხვევის კომპიუტერული ტომოგრაფიაც განახოთ. პირველ შემთხვევაში რას ვნახულობთ, ხო? კლასიკურად არის ასთმა, გავაკეთეთ ამოსუნთქვის ფაზაში, არის ჰაერის ჩაჭედვის უბნები და გასქელებული ბრონქების კედლები და ფილტვის ეგრეთ წოდებული მოზაიკური შენება. ფილტვის მოზაიკურ შენებაზე ბევრჯერ გავჩერდები, მაგრამ აქ მინდა პირველად ვახსენო რომელ სამ შემთხვევაში ველოდებით. ანუ რას ნიშნავს მოზაიკური შენება? მოზაიკური შენება არის კატეს ნიშანი, რომელიც ვენტილაცია პერფუზიის მისმეჯს აჩვენებს. ანუ არის რაღაცა უბნები, სადაც პერფუზია არის დარღვეული, ან არის რაღაცა უბნები, სადაც ვენტილაციაა დარღვეული. ანუ დაბალი სიმკვრივის უბანი, სადაც ხედავთ, მაგალითად, აქ არის დაბალი სიმკვრივის უბანი, ხო? ანუ არის ორი ვარიანტი გვაქვს. ან აქ არის ჰაერის ჩაჭედვა, ზოგადად როცა კატეზე ვხედავთ, ან ჰაერის ჩაჭედვა არის და ვერ ამოისუნთქა, ან ჰიპოპერფუზია არის, სისხლი არ მიედინება. დამეთანხმებით, რომ აი თრომბოემბოლი, განსაკუთრებით ქრონიკული თრომბოემბოლიის შემთხვევაში ასევე შეიძლება შეგვხვდეს მოზაიკური შენება და იქ თუ ხედავთ მაღალი სიმკვრივის უბნებს ფილტვის, ხო? ის არის ის ადგილი, რომელიც არის დაზიანებული და სადაც სისხლი კარგად არ მიეწოდება და ჰიპოპერფუზია ხდება და თუ ობსტრუქციული დაავადების დროს ხედავთ ჩვენ მაღალი სიმკვრივის უბნებს, ამ შემთხვევაში ვენტილაცია არის დარღვეული, უпростоროდ მოხდა ჰაერის ჩაჭედვა და წვრილი კალიბრის ბრონქები ამოსუნთქვის ფაზაში იმაზე ადრე დაიხურა, ვიდრე უნდა იხურებოდეს. ეს არის ასთმის შემთხვევა, პირველი კატე, რომელსაც ხედავთ და მეორე შემთხვევაში აქ ვნახულობთ ეს არის კოდი.
ზედაწილებში არის ცენტრილობულარული ემფიზემა, აქ ხედავთ გასქელებულ ბრონქების კედლებს, აი ბრონქის სანათურსაც დაინახავთ შიგნით და გასქელებას, აქ ბრონქის სანათურები არ ჩანს, იმიტომ რომ ამოვსებულია ნახევრით რა. ეს არის ტიპიური კატე, რომელიც როგორც წესი შეგხვდება. ნუ ამ ორივე პაციენტს გაკეთებული აქვს სპირომეტრია და ნუ აქ უკვე ჩემი კომპეტენცია აღარ მყოფნის, ამიტომ ყველა ვარიანტში დამჭირდება ელენეს დახმარება, თუმცა ცოტა უნდა დავაზუმოთ, რომ იმდენი ციფრებია, რომ გავერკვეთ რა ხდება. კი, ანუ ამ პაციენტებს, ზოგადად პაციენტებს განსაკუთრებით 50+ ასაკში ძალიან უჭირთ შესრულება მანევრის თუ პირველად იკეთებენ სპირომეტრიას, ამიტომ რამდენიმე მანევრს ვაკეთებინებთ ხოლმე და როგორც ხედავთ ამ პაციენტთან ორი არის პოსტმანევრი, ანუ ბრონქოდილატატორის შემდეგ და დანარჩენი არის პრე. და ამ შემდეგ სხვაობაც დათვლილი აქვს სპირომეტრს, ანუ პირველ ხაზზე ციფრები ჩანს. თუ კიდე დავაზუმო. მე მგონი დავაზუმო ჯობია. ახლა ჩანს. აი ახლა ჩანს, ხო? ნახეთ, აქ არის predicted, ანუ მოსალოდნელი პროცენტების ველი, როცა ბრონქოდილატატორამდე შედეგი ქონდა პაციენტს, ჩანს პაციენტის Z სკორი რა არის, ამ პაციენტის მონაცემების მიხედვით მისივე lower limit-ი, ანუ ქვედა ნორმალური ზღვარი რა არის და მისი მაჩვენებლები, predicted მაჩვენებლები, ოღონდ არაპროცენტული litrებში ამდენი არის. ანუ აქეთ ხედავთ პროცენტებში, აქეთ ხედავთ litrებში. როდესაც ვსაუბრობთ ობსტრუქციულ დაავადებაზე, ჩვენ პირველ რიგში ვეძებთ აი ამ შეფარდებას FEV1 FVC-სთან არის თუ არა 0.70-ზე დაბალი. 0.70-ზე დაბალი ნედლ ციფრებში ვეძებთ, როგორ ვთქვათ, და არა პროცენტებში, იმიტომ რომ პროცენტულად ეს შემდეგ გადადის მათემატიკურად შეიძლება ზოგიერთ პაციენტში მაღალი იყოს predicted პროცენტი. ამიტომ ყოველთვის პროტოკოლშიც ესე გვიწერია, რომ უნდა ვნახოთ predicted რამდენია 0.70-ზე მეტი ან ნაკლები არის თუ არა. აი ნახე ვარ რადიოლოგი ხო და პაციენტმა მომიტანა გარკვეულწილად ანამნეზი აკვრიფა და პაციენტმა მომიტანა თავისი სპირომეტრიის დასკვნა. სტანდარტულად მე რა მაინტერესებს რომ ამ სპირომეტრიით ახლა ხო ან თქვა კლინიცისტი ვარ ხო ან რაღაც დასკვნა რომ გამოვიტანო. არა ვართ ჩვენ პულმონოლოგები და თქვა ექსპერტულად ამას ვერ შევაფასებთ. თუმცა რაღაც ინფორმაცია გვინდა რომ მივიღოთ. რას დავაკვირდეთ თქვა ამ სპირომეტრიით, თქვა დიაგნოზი არ არის გამოტანილი, არც ობსტრუქციის კოდის და არც ასთმის. აი სპირომეტრიით რითი მივხვდე, რას უნდა შევხედო მე პირველ რიგში და რითი უნდა მივხვდე, რომ ამ ადამიანს აქვს ასთმა თუ COPD, აი როგორ გავარ, რომელ მონაცემები, იმიტომ რომ აი ძირთად მოდიან ამობეჭდილი ასეთი ბევრი ციფრებით და ვერ გგებულობთ ვერაფერს. ანუ ბესტად წერია ზემოთ, ნახე, ბესტ არის აპარატი არჩევს პაციენტის მიერ საუკეთესოდ შესრულებულ ავტომატურად არჩევს და ცალკე სვეტში გვიყოფს რა არის მისი საუკეთესო შედეგი. ამიტომ best predicted მოსალოდნელს ვეძებთ და ვეძებთ FEV1 FVC-სთან შეფარდებას. ანუ ეს შეფარდება თუ არის 0.7-ზე დაბალი, ნუ ესე იგი არის ყველა ვარიანტში არის ობსტრუქცია. თუ არის 0.7-ზე მაღალი, მაშინ ობსტრუქცია არის. გავიგე. აი, Z სკორი რამდენი უნდა იყოს, რომ თქვა რომ ობსტრუქცია არის? იგივე არის, -1.64-ზე ნაკლები თუ არის, ესე იგი არის ობსტრუქცია. არის ობსტრუქცია. კარგი. ახლა შექცევადობა სადა გვაქვს გაკეთებს? სად ჩანს შექცევადობა? შექცევადობა ჩანს უკვე პოსტში, ნახეთ, ეს პრე ნახე, გადავედით პოსტზე. პოსტი და ისევ ბესტი. და პოსტში გამოწია, ხო. პოსტში როცა ვაკვირდებით რა შედეგი აქვს, ძირითადად ვაკვირდებით FEV1 შეიცვალა თუ არა. ანუ შეფარდებას ნაკლებად ვაკვირდებით FEV1 შეიცვალა თუ არა პირველ რიგში. ბოლო გადახედვით ესია, ძველ სპირომეტრებში შეიძლება ისე იყოს. ანუ ახლა უყურებთ FEV1-ს. ეხლა უყურებთ ჩვენ FEV1-ს. კარგი. FEV1 შეიცვალა თუ არა? FEV1-ის სად არის პოსტი? ანუ მეორე არის FEV1, ანუ არის Z სკორი მივიღეთ -3.76. ხო? კი. ანუ ესე იგი ძალიან რაღაც აი change უნდა ვნახოთ. ნახე, ეს არის ის ციფრი, რაც არის შემდგომი და მე არის change. მაგრამ მე მგონი ეს სპირომეტრია 10%-ზე მეორე პაციენტის უნდა იყოს. ხო.
ანუ ეს სპირომეტრია გვიჩვენებს, რომ იმის სალბუტამოლის შემდეგ, აი რომ გავყვებით FEV1-ს, change პროცენტულად დათვლილი, ანუ სხვაობა პრე და პოსტ შორის არის 10%-ზე ნაკლები, არის 4%. ანუ ეს არის ის შემთხვევა, რომელსაც აქვს შეუქცევადი ობსტრუქცია. ობსტრუქციული დაავადება და არა ასთმა, ხო? ანუ ქოდის ის არის. ქოდის სპირომეტრია არის. ანუ თუ პაციენტს აქვს 10%-ზე ნაკლები change FEV1-ის ან FVC-ის, მაგრამ ძირითადად უფრო მაინც FEV1-ს უყურებთ ხოლმე, ითვლება, რომ არის შეუქცევადი ობსტრუქცია და არის შეუქცევადი ობსტრუქცია ქოდი. თუ არის შექცევადი ობსტრუქცია. კაი, გადავიდეთ ახლა მეორე შემთხვევა. ანუ ეს პირველი кейსი, რომელიც ჩავდე და მე ვერ გავარჩიე ერთმანეთისგან, ესე იგი ეს პირველი შემთხვევა ყოფილა ობსტრუქციის. და მეორე არის ალბათ ასთმის, აბა ვნახოთ. აი ვნახოთ ახლა. მეორე შემთხვევაში ხედავთ. მოდი ჯერ ისა pressure volume loops რო დავაკვირდეთ. pressure volume loop-ი არის ეგეთი. აი ქვემოთ ამოისუნთქა პირველივე წამზე. ანუ აქ იყო რაღაც მცდარი მცდელობებიც, მაგრამ ნუ ძირითადად ამოისუნთქა, ხო? მერე ჩამოვიდა ქვემოთ, როგორც ხდება ხოლმე ბუნებრივად, მაგრამ ნორმასთან შედარებით, აი ეს არის რა უნდა ყოფილიყო ნორმა, აი სწორი ხაზი უნდა ყოფილიყო, ხო? დაახლოებით. ამ შემთხვევაში არის ცოტა შიგნით შეწეული, მრუდი შიგნით შემოდის. ამას ეძახიან ხანდახან ზვიგენის კბილსაც. ანუ რაც უფრო ესეთი მკვეთრი ზვიგენის კბილი ჩანს, მით უფრო მკვეთრი ობსტრუქცია არის. მარტივად რომ აღიქვათ დიაგრამით. კარგი, ახლა ვეცდები მე თვითონ გავერკვე. კაი, FEV1 შეპარტებული FVC-სთან. აი ამას უყურებ, ხო? ანუ predicted-თან შენ უნდა იყოს 0.7 და არის ძალიან დაბალი 0.5-ია. 5, ხო? ნუ Z-score აქვს 3.8. ნუ ესეც საკმაოდ დაბალი. ახლა მივდივარ პოსტთან. პოსტში უყურებ FEV1 როგორ შეიცვალა, ხო? და უნდა მქონდეს change რამდენზე მეტი? 10-ზე მეტი. სად არის ეს ციფრი? ახლა ვეღარ ვხედავ. აი მეორე რიგს უნდა გავყვე, FEV1 და მონიშნულია. change პროცენტი რაც არის, ხო? 15%. ნუ ესე იგი, რადგანაც ეს 15% არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პაციენტს აქვს შექცევადი ობსტრუქცია. ეს არის უკვე ასთმა. ნუ დაახლოებით ჩვენ რაც უნდა ვიცოდეთ, თქვა არაპულმონოლოგებმა, როცა რაღაც სპირომეტრიის მონაცემები მოგვივა, დაახლოებით ჩემთვის ახლა საკმაოდ საკმარისია ეს ინფორმაცია, რაც თქვენგან მივიღეთ. კიდე ორი მარტივი ვიზუალური ეს აქვს ახალ სპირომეტრებს. ყოველთვის პასუხი, რომელიც მნიშვნელოვანია, არის ფიფქით აღნიშნული, აი FEV1-ის გვერდით, აი change-ის გვერდით, რომელიც change-იც მნიშვნელოვანია, ფიფქი არის ხოლმე ყოველთვის და ის ფიფქი გვიჩვენებს, რომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაინახო ვიზუალურად. ამ ფერად ეკრანზე როცა უყურებ, უფრო მარტივია. გარდა ამისა, აი LLN-იც და Z-score როცა არის 0 არის აი აქ. -1.65-ის ქვემოთ მაჩვენებლები არის ფიფქით აღნიშნული აი აქ. ხო, ანუ მარტივად შეგლიათ ამასაც დახედოთ და თუ FEV1 FVC-სთან ან FEV1 ან რომელიმე მაჩვენებელი 1.65-ზე ქვემოთ არის. ნუ რაღაც ინფორმაციას მივიღებ და თუ მაინც წითელ ზონაშია და მიხვდებით ან სტაფილო ზონაში, ან მწვანე ზონაში თუ არ არის, იმიტომ რომ ეს ხაზებიც მწვანეა ხოლმე, როცა ნორმაა, ეგეც ნიშნავს, რომ გადახრა. ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ მოგვეხმარე. აი, გავაგრძელოთ ახლა არტერიული გაზები უფრო შედარებით ვიცი სპირომეტრიაზე მეტად, ამიტომ ვეცდები რომ მე თვითონ ვისაუბრო და მე უფრო თქვათ ერთმანეთთან ხო გავშალოთ რა ეს თემა რა. რაც შეეხება არტერიულ გაზებს, ხო? ნუ პირველი შემთხვევა აქ მაქვს ასთმა, მეორე არის სიოპიდი, ხო? აი, მოვყვეთ. პH-ი, ნუ ოდნავ მომატებულია რა, 7.48, ნუ PC2 არის ოდნავ დაქვეითებული და P2 დაქვეითებული აქვს 62 მმ ჰიდრალგირუმი. კიდე რა ინფორმაცია გვაინტერესებს ამ შემთხვევაში? ხო, მაღლა? ბიკარბონატი, აი, წავედით, ნახოთ ბიკარბონატი რამდენია. ბიკარბონატი არის 23. ანუ პრაქტიკულად დიდად შეცვლილი არ არის, ხო?
ну რაღაც სტანდარტულად შეიძლება ასთმის გამწვავების შემთხვევაში როგორც წესი გქონდეს რაღაც მსუბუქი რესპირატორული ალკალოზი რა და როგორც ამ შემთხვევაშიც ეგრე არის ხოლმე რა როგორც წესი ასთმის დროს მიუხედავად იმისა რომ ეს არის ვენტილაციის დარღვევა ნახშირორჟანგის დაგროვება არ ხდება თუ ასთმიამმა პაციენტმა დაიწყო ნახშირორჟანგის დაგროვება ესე იგი უკვე კუნთოვანი სისუსტეა განვითარებული და მზად უნდა იყოთ, რომ პაციენტი შეიძლება გახდეს მალე დასაინტუბირებელი რა. ანუ ასთმურ სტატუსში ყოფი პაციენტი, ვინც კიდე ერთხელ ვიმეორებ, ვინც უკვე CO2-ის გროვებას იწყებს, ძალიან მალე შეიძლება გახდეს დასაინტუბირებელი, ну როგორც მინიმუმ ალბათ სიპაპი უნდა დავახმაროთ, რომ ეს კუნთოვანი სისუსტეს მოვეხმაროთ და გადავალახიოთ, ხო? ან შეიძლება ორივე გქონდეს ერთად. ასთმა და სიოფიტი, ხო? ანუ შეიძლება, ხო, ანუ ეგრეც უნდა. ასთმა გქონდა, მანამდე მე ემფიზემას დაემატა, იმიტომ რომ თამბაქოს ეწეოდა, ან ფქოდი დაემატა უბრალოდ ხო, პრევალენტობა რომ ვნახოთ ჩვენ ერთი დაავადებისას და მეორე დაავადებისაც, ну სტატისტიკურად ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ადამიანს ორივე ერთად გქონდეს ასთმას და სიოფიტიც, ხო? ამიტომ მარტო დაინტუბირების საკითხი მარტო PCR-ით მაგიტომაც არ წყდება, ხო? მაგრამ ნუ ნახე არა PCR-ის ხარჯზე, უფრო მეტად დაბალი PO2 არ არის დაბალი PCR-ის ხარჯზე. ეს რას ნიშნავს PCR-ის ხარჯზე, ხო? ცოტა ფიზიოლოგიას გავიხსენებთ შემდეგ სლაიდზე და მაგითი ვისაუბროთ. და ეს არის უკვე მეორე кейსი, აქ უკვე არის რესპირატორული აციდოზი. რას ნიშნავს რესპირატორული აციდოზი? პაციენტმა დააგროვა ნახშირორჟანგი, ნახშირორჟანგი არის მჟავე, რომელიც იწვევს აშიონების რაოდენობის გაზდას, ხო? იმიტომ რომ შედის რეაქციაში წყალთან და გვაძლევს H და ბიკარბონატს, ანუ H + HCO3, ხო? და ამის ხარჯზე არის PO2 აქ დაბალი. იმიტომ რომ ალვეოლის ვენტილაცია აღარ ხდება, ალვეოლაში არის ჭარბი რაოდენობით, ალვეოლის განიავება ხდება, როცა ვენტილაციაზე ვსაუბრობთ, ამიტომ CO2 ვერ ამოგვაქვს ზედაპირზე ჰაერში. აქედან გამომდინარე დაგროვებული CO2 იკავებს ადგილს და აღარ ტოვებს ადგილს ჟანგბადისთვის. აქედან გამომდინარე არის ჰიპოქსია, რაც შეეხება ბიკარბონატს, აქ ბიკარბონატი მომატებული არის და მომატებული არის როგორც წავია თუ ქრონიკული. ას ფიქრობ, ბიკარბონატი არის 30. ქრონიკული ცირკუს კომპენსაცია ხდება. არა, ნახეთ, წავე შემთხვევაში, ანუ თავის ფორმულა აქვს ამას, ხო? თუ არის ნორმა ხო 40-ია PCR-ი. ყოველ 10 მატებაზე მწვავე შემთხვევაში 1 მილი ეკვივალენტით მატულობს ხოლმე HCO3, ან 2-ით და თუ ქრონიკულია და ანუ რამოდენიმე დღეა გასული და თითქმის დრო ქონდა კომპენსაციისთვის, ყოველ 10 ერთეული მატებაზე 4-5 ერთეულით მატულობს, ყოველ 10 ერთეული PCR-ის მატებაზე 4-5 ერთეულით მატულობს HCO3. ხო, ახლა მინდა აი ეს ფორმულა გავიხსენოთ ყველამ ფიზიოლოგიიდან. ну, როგორ რას ნიშნავს PO2, ხო? როგორ ვითვლით ჟანგბადის პარციალურ წნევას ალვეოლაში. ჩავისუნთქვეთ ჰაერი. ატმოსფეროში რამდენი არის რამდენი მილიმეტრი, ერთი ატმოსფერული წნევა რამდენი მილიმეტრი და გირუმია? 760. 760. აი ჩავისუნთქეთ ეს ჰაერი. რა მოუვა ამ ჰაერს? მოხდება მისი დატენიანება, ხო? ჰაერგამტარ გზებში, მსხვილ ჰაერგამტარ გზებში. ანუ აშორიოს პარციალური წნევა უკვე დატენიანებულ ჰაერში არის 47. აი ეგრე არის სტანდარტულად ორგანიზმში. ამიტომ პირველ რიგში ხო ამ ჩასუნთქულ ჰაერში უნდა გამოვაკლოთ 760 მილიმეტრი და გიროს 47. ჟანგბადის პროცენტულობა რამდენია FiO2? ჰაერში 21%, ხო, რა სტანდარტულად თუ ჰაერს სუნთქავთ ატმა არ არის თქვა პაციენტი დაინტუბირებული და ამ ფორმულით გვინდა ვიხემძღვანელოთ FiO2-ში წერთ 0.21-ს. და ამას ვაკლებთ ალვეოლაში ორგანიზმიდან მისულ ნახშირორჟანგს. PCR-ს პარციალურ წნევას. PCR-ის პარციალურ წნევა ალვეოლაში როგორ უნდა განსვავოთ? როგორ უნდა გავიგოთ? AB-ით, ხო? და რატო, თქვათ, ალვეოლარ ნახეთ ერთი კაზუისტიკა არის, ალვეოლარული PCR და არტერიული PCR ყოველთვის არის ერთი და იგივე.
ანუ რაც კი ალვეოლაში არის უпроцент ორგანიზმში იყო PC2, ის ძალიან ადვილად ამყარებს ეკვილიბრიუმს დიფუზიის წესით ალვეოლასთან. ანუ რაც კი არის PC2, რასაც კი მოიტანს ორგანიზმი ალვეოლამდე და ხო, ის აუცილებლად გადავა აქ. ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ PC2-ის გამლადობა დაახლოებით 20-ჯერ 30-ჯერ უფრო მეტი არის, ვიდრე ჟანგბადის გამლადობა. ეს რაღაც პრობლემები აქვს რომ იყოს, მაგალითად არის ფილტვის ინტერციციული დაავადება, ან არის შეშუპება აქ, ან რამე ის არის ბარიერია, რომელიც იწვევს გასაცვლის შეფერხებას, ხო? ეს გასაცვლის შეფერხება ხდება მხოლოდ ჟანგბადისთვის. იმიტომ რომ ჟანგბადს არ აქვს ეგრე ადვილად გამლადობა და ამიტომ არსებობს აგრადიენტი, ანუ არტერიულ-ალვეოლარული გრადიენტი. იმიტომ რომ გარკვეული დაავადებების დროს ალვეოლიდან ჟანგბადი ვერ გადმოდის არტერიაში ასე ადვილად. და PC2-ს არ აინტერესებს, რაც არ უნდა პრობლემა იყოს, ჩინეთის კედელი რო ჩააშენო, მაინც გადავა. იმდენად გამლადია. ამიტომ აქ წონასწორობის დამყარება არტერიასა და ალვეოლას შორის PC2-ის წონასწორობის დამყარება ყველა ვარიანტში მოხდება. და რადგანაც ყველა ვარიანტში მოხდება, ჩვენ თუ გვინდა გავიგოთ რა არის ალვეოლარული PC2, შეგვიძლია არტერიულ გაზებში, არტერიაში გავზომოთ PC2 და მივიღებთ ინციპს, რომელიც აქ იქნება. ამიტომ შეგვიძლია ეს ციფრი ძალიან ადვილად მოვიტანოთ და სტანდარტულად აი ამ ყველაფერო დავაჯამოთ, ხო, 760 გამოვაკელი 47, გავამრავლე 0.21-ზე და გამოვაკელი 40. ნუ ამას თავისი მუდმივა აქვს, ეს 0.8-ზე უნდა გავყოთ 40, იმიტომ რომ ეს არის ჟანგბადის მოხმარებისა და ნახშირორჟანგის წარმოების მუდმივა. და ამიტომ სწორი იყოს 0.8-ზე უნდა, ამიტომ 40 მაგივრად აქ 50. და სტანდარტულად ალვეოლაში ჩვენ გვაქვს 100 მმ ჰიდრარგირუმი, ნუ 99.7 მმ ჰიდრარგირუმი წნევა. ეს არის ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანში, ხო? მაგრამ არსებობს ასე ტერმინი ალვეოლარ არტერიული გრადიენტი, აგრადიენტი. შეიძლება აქ გამოთვლით უნდა გქონდეს ალვეოლაში ამდენი, მაგრამ არტერიაში გავზომავ და გვაქვს სხვა ციფრი, ხო? ამის მიზეზები არის ბევრი სხვადასხვა. ახლა დაუბრუნდეთ ისევ PC2-ს. PC2 რადგანაც ადვილად გადმოდის, ხო, თუ ალვეოლას კარგად ვანიავებთ და კარგი ვენტილაცია აქვს, ორგანიზმი PC2-ის დაგროვებას არ გამოიწვევს. ყველა ვარიანტში გამოვიტანთ ორგანიზმიდან. მარტო PC2 გროვდება, როცა ჩვენ გვაქვს გლობალურად დადგმული ვენტილაცია. და P2 შეიძლება ბევრი სხვადასხვა დაბალი P2 ზოგჯერ როცა არის სიოფიდის გამწვავება, ხო? აი აქ მეორე შემთხვევა როცა გქონდა და სიოფიდის გამწვავება იყო, იმიტომ გვაქვს აქ დაბალი P2, რომ აი ეს ციფრი გვაქვს მაღალი, PC2 გვაქვს მაღალი და ალვეოლაში PC2 იკაებს დიდ ადგილს და ჟანგბადის ადგილი აღარ რჩება. აქედან გამომდინარე, აგრადიენტი არ არის ცუდი, ნორმა აქვს, ალვეოლიდან კარგად გადადის ჟანგბადი არტერიაში, მაგრამ რადგანაც ესა ვერ ნიავდება და აქ PC2 გვაქვს დაგროვებული. აქედან გამომდინარე გვაქვს ჰიპოქსია. რომ ალვეოლაში აღარ დარჩა ჟანგბადის ადგილი CO2-ით არის გაჟღენთილი. ეს გასაგები არის, ანუ რა არის პათოფიზიოლოგია თვითონ სიოფიდის, მაგრამ ამავე ლოგიკით ასმის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს. მაგრამ ასე არ არის. ასმის შემთხვევაშიც PC2-ს რატომღაც არ ვაგროვებთ. აი ახლა ელენე შენ მითხარი, რატო არ ხდება აქ PC2-ის დაგროვება და რატო არის უფრო დაბალი P2-ით, რატო მიდის? ესე იგი, იმიტომ რომ ასთმა და ფქოდი ერთმანეთისგან განსხვავდება ფიზიოლოგიურად, ან პათოფიზიოლოგიის მიხედვით, ხო? პათოლოგია ერთის არის, რომ ქრონიკულად მიმდინარეობს ეს შევიწროება სასუნთქსებში ნელ-ნელა წლების განმავლობაში, ასთმა შექცევადია. ასთმა შეიძლება დღეს იყოს, გქონდეს დაბალი, შევიწროებული იყოს სასუნთქი გზები, ხვალ დაუბრუნდეს სრულ ნორმას. ამიტომ როცა ქრონიკულად მიმდინარეობს და რა თქმა უნდა სიოფიდის ახლავს ემფიზემა, რომელიც დამატებით იწვევს კიდევ ალვეოლარულ კაპილარული ხიდაკების მოშლას. და ეს წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად იზრდება. შესაბამისად, VQ, ანუ ვენტილაცია, პერფუზიის ეს შეფარდება არის შეუსაბამო, ანუ ფქოდის დროს, უფრო ისეთი ფქოდის დროს, როცა ემფიზემატოზური ფენოტიპია და არა ბრონქიტული ფენოტიპი, მაგ დროს არის უფრო მეტი და ასთმის დასაწყის სტადიაში, როცა ასთმა არის კლასიკური
ეოზინოფილური ალერგიული როგორც არის ხოლმე და არ არის მძიმე ასთმა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახავთ ასთმის სხვადასხვა ტიპებიც არსებობს. მაგ დროს პირიქით არის, ანუ მწვავე იმის დროს, შეტევის დროს ხდება ჰიპოქსია, ჰიპოვენტილაცია და ეს VQ ანუ თავალი არის VQ, ანუ ვენტილაცია პერფუზიის შეფარდების მოშლა, ხო? ანუ ორივე შემთხვევაში ცოტა განსხვავებული ხო, ანუ დავამატებ, ნახე ცოტა რადიოლოგიასაც დავიხმარ რა. აი მოზაიკურ შენებაზე ვისაუბრეთ, ხო? ეს ჰაერთი ჩაჭედვის უბნები. აქ ხედავთ, რომ COPD როგორც წესი რაღაც დიფუზურად და თანაბრად არის რა. ფილტვი ქსოვილი და თანაბრად და ერთნაირად არის დაზიანებული და მსგავსი რაღაცა არ ხდება ასთმის დროს. ასთმის დროს გვაქვს მოზაიკური შენება, ხო? ეს მოზაიკური შენება რას ნიშნავს? ანუ ზოგიერთი ადგილი კარგად ვენტილირდება და ზოგიერთი ადგილი ცუდად ვენტილირდება. ამიტომ ეს ასე ვთქვათ მოზაიკური აღრევა გვაძლევს ისეთ შედეგს, რომ შეიძლება გლობალური ვენტილაცია ისე ძალიან არ იყოს დარღვეული, როგორც COPD-ის დროს არის დარღვეული, მაგრამ რაღაც სეგმენტებში იყოს ძალიან დარღვეული, ხო? აი მაგალითად გვაქვს ჰაერის ჩაჭედვის უბანი, ხო? ჰაერი აღარ ხდება მის ვენტილაცია, აღარ შედის, აღარც გამოდის. თუმცა სისხლი მოძრაობს, ხო? მივიღებთ რას? შუნტს. ანუ არტერიული ვენური სისხლის ზეგადადის არტერიული სისხლში, რომ ალვეოლადან მას არანაირი დახმარება არ აქვს, ანუ გასცვლას მასთან ვერ ახერხებს, ხო? ანუ ძალიან ბევრი ეს ჩაჭედვის უბნები, სადაც არის, ეს არის შუნტის უბნები. ანუ პირდაპირ გადადის ვენური სისხლი არტერიული სისხლში და სისტემურ ცირკულაციაში, ისე რომ ალვეოლებთან შეხება არ ექნება. თუმცა წუთიერი ვინით ვენტილეიშენი, ანუ ვენტილაცია, ხო, ამ შემთხვევაში შეიძლება ნორმაში იყოს ჯამურად რა. იმიტომ რომ სხვა ადგილებში კარგად ხდებოდეს ვენტილაცია და აი ამ ადგილებიდან ხდებოდეს ჰაერის, ასე ვთქვათ, CO2-ის კარგად ამოტუმბვა რა. გარდა მაგისა, კიდევ ეს ბოლომდე გარკვეული არ არის და ბევრი დავა არის ამავე დაავადების პათოფიზიოლოგიაზე, ანუ არ გეგონოთ რომ რაღაცა აი ძალიან ადვილად გასაგებ რამეს ხსნიდეთ რა. ბევრი თეორიები არსებობს. ასევე ერთი თეორია არის, რომ ასთმის დროს უფრო მეტად ხდება ეს მოზაიკური ვენტილაცია პერფუზიის მისმეჩი, ვიდრე COPD-ის დროს. მეორე ახსნა ის არის, რომ ასევე ასთმის დროს ანთებითი წვრილი კალიბრის ბრონქიოლებია დაზიანებული, რაც ძალიან ახლოს არის ალვეოლასთან და ასევე სტატუსის დროს, როცა P2 ქვეითება, შეიძლება გარკვეულწილად იქ ალვეოლებშიც იყოს მოხდეს შეშუპება, რაც თავისთავად აი აქ A გრადიენტს, აი აქ თუ შეშუპება მოხდა, ხო, ანთების ჩალაგების გამო. ამიტომ ჟანგბადი ვეღარ CO2 ადვილად გადმოდის, მაგრამ ჟანგბადი ვეღარ შევა სიძავში რა. და კიდე არის ასევე მოსაზრება, რომ ბრონქიოლებია დაზიანებული და ბრონქიოლებიც კი ბრონქიოლებს მოგეხსენებათ ღვთილოვანი ნაწილი არ აქვს და ისინიც კი იღებენ მონაწილეობას გასცვლაში. და აქაც არის გაზრდილი ბარიერი ჟანგბადისთვის და ვეღარ შედის კაპილარში, დამატებითი გზებით, ანუ ბრონქიოლებიდანაც რა. ეს არის ბევრი სხვადასხვა თეორია, რომელიცაც შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ ვიმსჯელოთ ამ შემთხვევაში პრობლემა რა არის და რატო ხდება, ხო? კაი, და უფრო ახლა კლინიკურ ნაწილს რაც შეეხება, მინდა რომ რაღაც ელენემ მოგვიყვეს, თქვათ, რა არის ეს ხო, ასთმა და ანუ რას უნდა მივაქციოთ, თქვათ, იგივე დიაგნოსტირებაშიც და მკურნალობაშიც ყურადღება რა. აი, მოკლედ ვიტყვი, სულ სამ ნაწილად გავყოფ. ერთი პირველი არის, რომ თანამედროვე მკურნალობაში ჩვენთან პულმონოლოგიაშიც და სხვა მედიცინის სხვა მიმართულებებშიც ბიოლოგიური პრეპარატები და იმუნოლოგია დიდი დოზით შემოვიდა, ხო? ეს იმიტომ, რომ ახალი აღმოჩენებიც ბევრია. კლასიკურად ყველას ახსოვს, რომ ასთმა არის დაკავშირებული იმუნოგლობულინ S-თან, ხო, და ეოზინოფილებთან, მაგრამ აი ეს არის ბოლო ნომენკლატურა იმუნოლოგიური ინფლამატორული ანუ ანთებითი რეაქციების, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მხოლოდ იმუნოგლობულინი A არ განსაზღვრავს ასთმას. იმიტომ რომ ხედავთ, რომ აი აქ მაგალითად მონიშნული მქონდა ამ ყველა რეაქციები, რომელიც არ არის იმუნოგლობულინთან დაკავშირებული, შესაძლებელია მას ასთმა მონაწილეობას იღებს ასთმის განვითარებაში და მასში მონაწილეობს სხვა უჯრედებიც, ხო? აი მაგალითად ერთ-ერთი არის
სიმსუქნესთან დაკავშირებული და არის მეტაბოლური მე-6 ტიპის რეაქცია, რომელიც არის თიშუდრივენ, ანუ ქსოვილის მიერ მე 4 ტიპის იმუნური რეაქცია ვიცოდი, მე რო სტუდენტი ვიყავი 4 ვიცოდი და რამდენია ახლა? ეხლა არის ნახეთ ანტიბოდი, ანუ ანტისხეულით გაშვებული რეაქცია არის 3, შემდეგ არის უჯრედული კიდე 3-ია. კიდე 3-ია, მერე არის tissue, ანუ ქსოვილით და ბოლოს არის direct response, ანუ პირდაპირი პასუხი ქიმიურ გამღიზიანებელზე. და აქ შედის აი ალერგია, აქაც არის მაგალითად ხო, მე-4 ტიპში ნახეთ და ასთმაც არის, აქაც ასთმა წერია, ობესიტისთანაც ასთმა წერია, ანუ სიმსუქნისთანაც შესაბამისად, ასთმას ესე რომ უყურებთ ბავშვობიდან თუ მოდის, არის კლასიკური, ანუ ან ცოტა ახალგაზრდა თუ მოვა და ვიცით რომ ახალგაზრდობიდან აქვს და არ ეწევა თამბაქოს, დიდწილად მართლა იმუნოგლობულინი უნდა ვიფიქროთ რომ არის იმუნოგლობულინი იქიდან პირობებული, ხო? და თუ თქვათ ცოტა მოგვიანებით დაისვა ანამნეზის და დიაგნოზი, თუ აქვს სხვა დამატებითი ფაქტორები, თუ ეწევა თამბაქოს, ეწევა ვეიფერს, ან აქვს რაღაცა სხვა ალერგენი კი არა, აი დაბინძურებულ ჰაერთან ურთიერთობა, ხო? ან სხვა კიდევ ესეთი ფაქტორები, შესაბამისად ვიღებთ ასთმის სულ სხვა ვერსიას. აი მაგალითად და ნაწილი გავს ძალიან ფქოდს, იმიტომ რომ T-helper 2 თუ გახსოვთ ესეც იმუნოლოგიიდან T-helper 2 კლას მონაწილეობდა უფრო მეტად მონაწილეობს დღესაც ეოზინოფილურ ანუ ალერგიულ ასთმაში, მაგრამ არსებობს T-helper 2 low, ანუ T2 low ანთებას ვეძახით ჩვენ ასთმაც, რომელიც ძალიან გავს ფქოდს. და ძირითადად მისი განმაპირობებელი არის ისევ სიგარეტი, air pollution-ი და ასევე სხვა ფაქტორები გარდა ალერგიისა. ამიტომ მასში მონაწილეობენ სულ სხვა ციტოკინები და სხვა პროცესები მიმდინარეობს განსხვავებით ეოზინოფილებისგან. რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? იმიტომ რომ ბიოლოგიური მედიკამენტები სხვადასხვა ინტერლეიკინებს ბლოკავენ, ანუ სხვადასხვა გავლენა აქვთ, ანუ აქ არ არის მხოლოდ ეოზინოფილებზე საუბარი, პირველი თაობის ბიოლოგიურ მედიკამენტებში რას გულისხმობ? აი ომალიზუმაბი იყო პირველი, ანუ ანტისხეულებს, მონოკლონალურ ანტისხეულებს, ხო, რომელიც არის უფრო თანამედროვე, ანუ აქამდე იყო, რომ ძირითადად კუნალობით დასმეს მარტო სტეროიდებით, ხო? სტეროიდებით კუნალობდით და სტეროიდებით დღესაც ეფექტურია, ოღონდ საინჰალაციო. კორტიკოსტეროიდებს პეროს ვიყენებთ მხოლოდ გამწვავებების დროს და მოკლედ რო გაჩვენოთ ასევე როგორ გამოიყურება თანამედროვე მენეჯმენტი, თუ ხედავთ step 1-ზე, ანუ ყველაზე მარტივ step-ზე აღარ წერია სალბუტამოლი. ხედავთ? ანუ გავხსნი უფრო. გითხარი და მჯერა. ხო, ანუ სალბუტამოლი აქამდე იყო ეზნიდით ან დაჭირდა ნებისმიერ დროს უნიშნავდით ხო სიმპტომებთან ერთად სალბუტამოლს და პაციენტები გამოიყენებდნენ ძალიან დიდი რაოდენობით. ჯამურად, როცა წლების განმავლობაში დავთვალეთ მისი ეფექტი, გამოვიდა, რომ კარდიოვასკულური, მათ შორის ლეტალობის, არითმიების და სხვა ბევრი დაზიანების რისკი იმდენად მკვეთრად გაზარდა, რომ ბოლო 3 წელია პროტოკოლში ის გადავიდა მეორე ხარისხს, ანუ ქვემოთ არის თუ თქვათ ეფექტი არ აქვს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის და ფორმოტეროლის გამოყენებაზე, ესეთი ძალიან ცოტა პაციენტია უკვე, მერე ვიყენებთ სალბუტამოლს, ანუ ასთმიანი პაციენტებისთვის საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ გახსოვთ ფქოდის მენეჯმენტის სლაიდი როცა ვაჩვენეთ, იქ პირიქით იყო ბრონქოდილატატორი ეწერა და ლაბა ეწერა და ლამა. ან ერთი ან მეორე, ხო? ანუ ასთმას მომხსნელად, ანუ წვავე მდგომარეობის გადაუდებელი მედიკამენტადაც აქვს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდს დამატებული ფორმოტეროლი, შესასუნთქად და ფორმოტეროლი რა არის? ფორმოტეროლი ლაბა არის, ეს არის ბრონქოდილატატორია. ისა ბეტამიმეტიკია, ხო? კი, ბეტამიმეტიკი, ბრონქოდილატატორი, ბეტამიმეტიკი და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი, ანუ ძირითადად ბუდესონიდის და ფორმოტეროლის ერთდროული გამოყენება შესუნთქვა ხსნის თანამედროვე მკურნალობა ეგრე იწყება ხსნის სპაზმსაც, ანუ გადაუდებელ მდგომარეობაშიც ეგ გამოიყენება და ყოველდღიურ თუ ვნიშნავთ მას დიდი ხნით,
დაბალი დოზით ან მე დოზას ვუმატებთ, მაგ დროსაც ვიყენებთ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდს ფორმოტეროლთან ერთად. ეს იყო ყველაზე დიდი ცვლილება, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელდა ასთმის მენეჯმენტში და აი სხვათა შორის ძალიან დიდი დამსახურება აქვს კარდიოლოგებს აი ამ ცვლილებაში, იმიტომ რომ ხო ეს კარდიოლოგიური ნაწილი ძალიან მკვეთრად ანუ ძირითადად განპირობებული იყო იმ გართულებებით, რომელიც ბეტა-მიმეტიკები ადამიანებმა მართლა ლეტალობა დადგა, ანუ რაც უფრო მეტი იყო სალბუტამოლი თან ხო იაფია, წარმოიდგინეთ საზღვარგარეთ ადამიანი რო ელოდება, ნუ ხო არის საყოველთაო ჯანდაცვის რიგები რა, ზოგიერთი მე აი იქიმთან ვერ ახდენს მარტივად აღებას ამ ხანგრძლივი მოქმედების ინჰალერის, ანუ უბრალოდ არ უყვარს ხანგრძლივი მოქმედების ინჰალერი, იმიტომ რომ უნდა გადაატრიალოს, გადმოატრიალოს და არ უყვარს. სალბუტამოლი მარტივია ყველასთვის, იყო ყოველ შემთხვევაში, დღესაც ეგრეა, დააჭერს და შეისუნთქავს. ამიტომ მისთვის სალბუტამოლი არის ყველა პაციენტს უყვარს სალბუტამოლი, უბრალოდ რაც უფრო მეტად იყენებს, ასთმისთვის მით უფრო ცუდია, იმიტომ რომ ზედოზირება ასთმასაც ამწვავებს და გარდა ამისა, ანუ არ მოუხსნა კიდე უფრო მეტად გართულ და ისხურა, უჭირს და ისტერიულად ისხამს, ხო და იწვევს კიდე უფრო მეტ უარეს ეფექტს და შეიძლება პარკუჭოვანი ტაკიკარდიას კი დაემართოს. კი, ნამდვილად. და ბოლოს ხედავთ, როცა მძიმე ასთმა არის, შეიძლება აქ გამოვიყენოთ დავამატოთ მას მუსკარინო აგონისტიც, ანუ გამოვიყენოთ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი, ბეტა აგონისტი და ლამა და პლუს განვიხილოთ აი ეს უკვე ბიოლოგიური მედიკამენტები, რომელიც არის ან ანტიიმუნოგლობულინ ეზე მოქმედი, როგორც ხარით ეს არის კლასიკურად მიმდინარე ასთმის შემთხვევაში, ან ანტიინტერლეიკინ 5-ის, ან 5-ის რეცეპტორის ბლოკერი, ან 4-ის რეცეპტორის ბლოკერი და ანტი-TSLP-ც ესეც ერთ-ერთი ეს არის ახალი მედიკამენტია.